ისრაელის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტულ თავდასხმებში ბრალდებული პალესტინელებისთვის სიკვდილი დასჯას, კერძოდ ჩამოხრჩობას ითვალისწინებს. ქნესეთში წარმოდგენილ დოკუმენტს 62-მა კანონმდებელმა დაუჭერა მხარი, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ინიციატივის ავტორმა, ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა, რომლის თქმითაც გაცემული დაპირება შესრულებულია. ჩვენ ისტორია დავწერეთ. ამიერიდან იუდეასა და სამარიაში მცხოვრებ ყველა დედას ეცოდინება, რომ თუ მისი შვილი მკვლელობაზე წავა, მას ერთი სასჯელი ელის სახრჩობელაზე. ვეუბნები ევროკავშირის იმ წარმომადგენლებს, ვინც ისრაელის სახელმწიფოზე ზეწოლა განახორციელა და დაიმუქრა. ჩვენ არ გვეშინია, არ ვნებდებით. ჩვენ ჩვენს ქვეყანაში დავიცავთ ჩვენს მოქალაქეებს და ტერორისტმა, რომელიც მკვლელობისთვის მიდის, უნდა იცოდეს, რომ ის სახრჩობელაზე წავა. მიღებული კანონის მიხედვით სასჯელის უმაღლესი ზომა შეეხებათ იმ პალესტინელებს, რომლებიც ეროვნული ნიშნით მკვლელობისთვის არიან გასამართლებული. კანონმდებლების განმარტებით, სიკვდილით ან გამონაკლის შემთხვევებში სამუდამო პატიმრობით დაესჯება ნებისმიერი, ვინც განზრახს ჩადის ქმედებას, რომელიც მიმართულია ისრაელის მოქალაქისთვის ზიანის მიყენებისკენ და მიზნად ისახავს ბოლო მოუღოს ისრაელის სახელმწიფოებრიობას. დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, სიკვდილი დასჯა განაჩენის გამოტანიდან 90 დღის განმავლობაში უნდა ახსოვდეს, თუმცა არ აუგვიანეს 180 დღისა. ქნესეთის მიერ ხმათა უმრავლესობით მიღებული კანონი მალევე იქცა მკაცრი კრიტიკის სამიზნით ისრაელის უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან, რომლებმაც უკვე დაიწყეს რეგულაციის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების პროცესი. უფლებადამცველების თქმით, ეს კანონი ეწინააღმდეგება ისრაელის ზოგად კანონმდებლობას მისი დისკრიმინაციული ხასიათის გამო, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ქნესეთმა ის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო. ისრაელის დემოკრატიის ინსტიტუტის დემოკრატიული ღირებულებებისა და ინსტიტუტების ცენტრის უფროსმა მკვლევარმა ამიხაი კოენმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად ისრაელის პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონები დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც არ წარმოადგენს ისრაელის სუვერენულ ტერიტორიას. რეგულაცია დაგმოს საერთაშორისო საზოგადოებამაც, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განცხადება გააუცელეს, რომელშიც მოუწოდეს ისრაელს გაიწვიოს კანონპროექტი, რადგან სიკვდილი დასჯა არაეთიკურია, ხოლო რეგულაციას არ აქვს შემოკავებული ეფექტი. ევროპის საბჭოს განცხადებით, ამ კანონის მიღება სერიოზულ უკუსლას წარმოადგენს.